ჭირდეს და ეს შეიძლება გინდოდეს რომ დაეხმარო, მაგრამ საშუალება მომentes ექსიკეთეთ ჩაგეთვლა. ჩვენ გვყავს ერთი ასეთი დიდი წმინდა მამა, წმინდა ალექსი შუშანია. სენაკში არის მათი მონასტერი, შუშანიების მონასტერი, ეს დიდი წმინდანია და ის ასეთ რამეს ამბობს. მოწყალე კაცის გული წუხარეა, როდესაც გასაჭირში მყოფ ძმას ხედავს და ღონე არ აქვს საშველისა. და ეს წუხარება ღვთისა მიერ შერაცხილავს საქმედ. ეხლა რო არ დაგაბნეოთ, უფრო მარტივად გეტყვით. როდესაც ადამიანი ხედავს თავის მეგობარს, თავის ძმას, თავის დას, გასაჭირში მყოფს და როგორც ჩვენ თქვი, არ შეუძლია რომ დაეხმაროს და ამის გამო წუხს, აი ეს მწუხარება ღმერთმა უკვე საქმეს ჩაუთვალა. თუ ვერ ეხმარება, მაგრამ ამბობს რომ აბა რა ვქნა, არ შემიძლია და რა ვქნა და თუ არ წუხს ამის გამო, მაშინ არ. თუ წუხს იმის გამო რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს ვერ შველის, აი ეს წუხარება უკვე საქმე. გესმის? თუ არ გადარდებსო, თუ ფიქრობ რომ მე მოვალეობა მოვიხადე და მაინც ვერ ვეხმარები, ეგ არ არის საქმე. თუ შენ წუხარ იმის გამო რომ ვერ ეხმარები, აი საქმე ეგ არის. იმიტომ რომ ეს წუხარება, ეს ჩვენი გულის მდგომარეობა ღმერთმაც ხო იცის და იმ შენი სურვილის გამო ღმერთი დაეხმარებ. მით უმეტეს შენ თუ ილოცებ, იტყვი რომ ღმერთო, მე არ შემწევს ძალა რომ ამას დავეხმარო. აი მაგალითად, შენ ხედავ რომ რომელიმე შენს თანაკლასელს დაუშვათ ბიჭებზეა ლაპარაკი, დაუშვათ 2-3 ბიჭი ეჩხუბება, ჩაგრავს, აბუჩათიგდებს, აწვალებს. შენ ხვდები რომ არ შეგწევს ძალა იმისა რომ მიეხმარო. მაგრამ შენ გულში ამბობ უფალო, შენ შეეწია ამ ჩემს თანაკლასელს. მე არა მაქვს ძალა რომ მივეხმარო. და ღმერთი შენი ამ სიყვარულის გამო მას გამოუჩენს დახმარებას. და შენთვისაც საქმე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შენ არ მისულ ხარ და საქმეში არ ჩარეულ ხარ, შენ ყველაზე მეტად ჩაერიე საქმეში. შენი ლოცვით.